ევროკავშირში შეიქმნა ძაღლებისა და კატების დაცვის პირველი ისეთი კანონი, რომელიც მთელ ევრობლოკში ამოქმედდება. ეს კანონი შინაური ცხოველებით უკანონო ვაჭრობის და მათ მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას ემსახურება. გავრცელებულია აზრი, რომ ეს კანონი გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ. ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ ცოტა ხნის წინ გამოთქვეს აზრი ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით და ახლა მოლაპარაკებებს იწყებენ, რათა კანონი კიდევ უფრო დახვეწონ. ევროკომისიის 2023 წლის მონაცემების მიხედვით ევროკავშირში 127 მილიონი კატა და ძაღლია და მოსახლეობის 44%-ს ან ერთი ცხოველი ჰყავს სახლში, ან მეორე. ახალი კანონი შინაური ცხოველების შესახებ მთელი ევროკავშირის მასშტაბით აწესებს მათი დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. მაგალითად, სავალდებულო იქნება შინაური ცხოველისთვის მიკროჩიპის მიმაგრება, ასევე ძაღლებისა და კატების სრულყოფილი რეგისტრაცია, როგორც ადგილზე დაბადებულების, ისე ევრობლოკის ფარგლებს გარედან შემოყვანილების. ევროპარლამენტი ივლისში გამოვიდა შეთავაზებით, რომ უნდა აიკრძალოს ძაღლებისა და კატების გაყიდვა ზოომაღაზიებში. ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ევროკავშირის 27 წევრიდან 24-ში, თუმცა მისი სისტემები ერთმანეთისგან განსხვავებულია. მოდი მოусმინოთ მაინც რას ფიქრობენ ევროპელები ამ ახალ წესებზე. ჩემი აზრით ეს კარგია, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ძაღლი გაიქცეს და დაიკარგოს. არ მომწონს, ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ ცხოველები თავისუფლად უნდა გვყავდეს. ცხოველი ზოომაღაზიის ვიტრინაშია გამოფენილი. არც მისი დედის შესახებ იცი რამე, არც მამის. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია იმასთან მივიდე, ვინც თავად აშენებს ცხოველებს. ცხოველების გაყიდვაზე რომ მიდგება საქმე, სულ ერთი სიტყვა მესმის: ჯიში და ბოლოს ცხოველი ქუჩაში რჩება. ასე ხდება მაგალითად რუმინეთსა და კოსოვოში. ევრონიუსის რეპორტიორი ჯერარდო ფორტუნა აშუქებდა ამ საკითხს. ამ კანონის მიზანია შინაური ცხოველების გამრავლებისა და მათი გაყიდვის მავნე პრაქტიკის შეზღუდვა. მოდი თავიდან განვმარტოთ, რამდენი კნუტის და ლეკვის ყოლა იქნება დაშვებული ძუსთვის. მაინც რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? The Commission proposal sets a clear limits on the litter. So basically ევროკომისიის წინადადებით ნაშიერის რაოდენობის ზუსტი ზღვარი დგინდება. ძუ ძაღლს თუ კატას 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 ჯერ შეუძლია ნაშიერის გაჩენა. მერე სულ მცირე 1 წელი უნდა შეისვენოს. ასე იმიტომ დადგინდა, რომ ხშირი ორსულობის გამო ცხოველი იფიტება, ან იმუნიტეტი უსუსტდება. weakening the immune system of the female dog and cat. როგორც ჩანს, ეს ეგრეთ წოდებული ლეკვების ფერმების პრობლემას მოაგვარებს. ნამდვილად ასეა. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რათა ლეკვების კონვეიერული გამრავლება აღიკვეთოს. ამჟამად ამ ინიციატივას ევროპული საბჭოც უჭერს მხარს. ახალი წესები და რეკომენდაციები შემოდის ცხოველების პატრონებისთვისაც, თუ რა პირობებში უნდა იყოლიონ ცხოველი. ახალს რას გვთავაზობს ეს კანონი? There are some new standards when it comes to, for instance, რამდენიმე ახალი სტანდარტი შემოდის. მაგალითად, თუ როგორ უნდა ყვებო, ან რამდენჯერ უნდა გაასეირნოს სხვადასხვა ჯიშის ცხოველი დღეში, ან რამდენ ხანს უნდა ყავდეს დამწყვდეული. ეს ძირითადად ეხება ტრანსპორტირებას ან ჰოსპიტალიზაციის პერიოდს. Just for transport or during hospitalization. და სამი ევროპული ინსტიტუტი ახლა ამ კანონის საბოლოო სახეზე მოილაპარაკებს. კიდევ არის დარჩენილი რამე სადაო საკითხი, კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს? The main point of frictions are due to the fact that the European Parliament position სადაო მხოლოდ ის არის, რომ ევროპარლამენტის პოზიცია უფრო ამბიციურია, ვიდრე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოსი. მაგალითად, ისინი ცდილობენ აიკრძალოს ახლო მონათესავე ინდივიდების შეჯვარება ან ვაჭრობის მიზნით მეტისმეტად ხშირი გამრავლება, ასევე თავშესაფარში ჯანმრთელი ძაღლის დაძინება. რასაკვირველია, ევროპული საბჭოს მხრიდან მოსალოდნელია გარკვეული წინააღმდეგობა და ტრადიციული არგუმენტების მოტანა. ერთი სიტყვით, ევროპაში ბიზნესს უფრო დაუმძიმდება ბიუროკრატიის ტვირთი. This will add more red tape and more burdens on businesses in Europe. ევროკავშირში ძაღლებითა და კატებით ვაჭრობა წელიწადში $1.3 მილიარდ შეადგენს. შინაური ცხოველების მფლობელთა 60% კი ონლაინ ყიდულობს ცხოველს. ინტერნეტით ვაჭრობის გამო ბუნდოვანია ცხოველის წარმოშობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის თუ არა ვაქცინირებული. ევროკომისიის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში ცხოველების უკანონო შემოყვანის შემთხვევების ძირითადი ნაწილი მოდის რუმინეთსა და უნგრეთზე, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. რაც შეეხება მესამე ქვეყნებს, ცხოველები ძირითადად შემოჰყავთ რუსეთიდან, ბელორუსიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან.
ჩვენი სტუმარია თილი მეცი, ლუქსემბურგელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტის მწვანეთა ჯგუფიდან. იგი დაინიშნა მომხსენებლად ახალ რეგულაციებზე. ეს ახალი წესები ევროკავშირის მასშტაბით დაახლოებით ძაღლისა და კატის 40,000 მენაშენეს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნით აშენებენ ცხოველებს და ბევრი ონლაინ ყიდის მათ. როგორ გონიათ, რამდენად მოხერხდება მომავალში ონლაინ პლატფორმებზე მიკვლევადობის დადგენა? თუ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ინსპექტირებაში, ან თუნდაც სადამსჯელო ზომებში? ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ კი ცხოველებს აშენებ, ოფიციალურად დაამოწმო, რომ შენს ცხოველს მხოლოდ ჩიპი კი არ უკეთია, არამედ ის რეგისტრირებულიც არის. სწორედ ეს არის ევროკომისიის მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც ყოველ წევრ სახელმწიფოში იმუშავებს, რათა მათ შორის გაჩნდეს თანამშრომლობის გარანტია და შესაძლებელი იყოს ცხოველის შესახებ ინფორმაციის მიკვლევადობა მთელ ევროკავშირში. უკანონო წყვილებით ვაჭრობა მაფიის სტრუქტურის მსგავსად მუშაობს, განაცხადა თქვენმა კოლეგა პიტერ ლისი 2 წლის წინ, როდესაც ევროკომისიამ ახალი რეგულაციის წინადადებით გამოვიდა. რამდენად შეზღუდავს ახალი რეგულაცია ამ პრაქტიკას? თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოველების უკანონო მიწოდება ძირითადად ხდება რუსეთიდან და ბელორუსიდან, რომლებიც არ მოდიან თანამშრომლობაზე. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ცხოველები რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ ევროკავშირში. ასევე მხარს ვუჭერთ, რომ საზღვარზევე მოხდეს ცხოველების რეგისტრაცია, მაგრამ იმასაც უნდა შევხედოთ, თუ რისი აღსრულებაა შესაძლებელი. თუმცა წესად უნდა დაინერგოს, რომ ცხოველის რეგისტრაცია მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ კი ევროკავშირში უკვე კარგი ხნის წინ შემოიყვანეს. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სახლში აყვანილი ცხოველების 90% ძაღლია ან კატა, რამდენად შეიძლება ახალი კანონი შეეხოს სხვა კომპანიონ ცხოველებსაც? თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვით აგვიხსნათ, კიდევ რა ცხოველების ყოლას უჭერს მხარს ევროპარლამენტი, რომელი სახეობები შეიძლება შევიდეს ამ სიაში? როგორც იცით, ზოგიერთ სახლში გველის ყოლაც უნდა, ან ისეთი ველური ცხოველის, რომელთა სახეობებიც დაცვას ექვემდებარება. პატარა მაიმუნების და კიდევ ბევრი სხვა ასეთის. თუ კი შევადგენთ დაშვებული ცხოველების სიას, ეს ნიშნავს, რომ რომელი ცხოველიც არ შევა ამ სიაში, მათ ვერ იყოლიებს სახლში. მიკვლევადობის ელექტრონულმა სისტემამ შესაძლოა დიდი დახმარება გაგვიწიოს, რათა აღიკვეთოს ცხოველების მიტოვება. ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის მიხედვით, ევროპის ქუჩებსა და თავშესაფრებში დაახლოებით 100 მილიონი უპატრონო ძაღლი და კატაა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეიცვლება ეს ვითარება 5 წლის შემდეგ, როდესაც ევროკომისია ამ რეგულაციის პირველ შეფასებას წარადგენს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაცია დამტკიცდეს.